პირდაპირ კავშირშია ის, რაც დაიწყო მაშინ დეკემბერში, იმასთან, რაც დღეს ხდება. და მეც ძალიან ბევრი ფლეშბექი მქონდა ამ მთელ პროცესებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ზუსტად ის, რომ თქვათ იმ შემთხვევაში საბავშვო ბაღთან მოახდინეს ჩემი ჭხრეკა და ამიყვანეს, სახლში ჩემთან არასრულწლოვანი ბავშვი იყო, რომელსაც კარს უნგრევდნენ. და ჭხრეკაც მე მისი თანდასწრებით დაიწყეს და მაშინვე შემაძრწუნებელი ნაწილი ჩემთვის ის იყო რომ მათ ჩემს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ და იცოდნენ ზუსტად იცოდნენ როდესაც მოვდიოდი და მათ შეეძლოთ ეს ოპერაცია ისე დაეგეგმათ რომ ბავშვები იქ საერთოდ არ ფიგურირებდნენ რა მაგალითად ბავშვი ყოფილიყო ბაღში მეორე ყოფილიყო სკოლაში და შემოსულიყვნენ მაგალითად ჩემთან ბავშვები არ გარეულიყვნენ ამაში თუმცა მათ ან არ ცოდნით ან სულ ფიქრობ ხოლმე იქნება ვერტბლი ხო არიციან ხო სულ ამას ვფიქრობ რომ ანუ არ ცოდნით მოსდით თუ ბოროტებით რა ანუ სულ ამას შორის მაქვს არჩევანი მაგრამ მაინც უფრო ვიხრები რომ ალბათ ბოროტებით იმიტომ რომ ძალიან აშკარა ხარ ჩემი ცხოვრება მაშინაც საჯარო იყო ეხლას და ისაც ყველაფერი ისის ხო ჩვენ შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ეს არის გამიზნულად წვეთ ადამიანი რომ არ გაითვალისწინო მოხუცი მშობლები არ გაითვალისწინო ავადმყოფი ადამიანები არ გაითვალისწინო ბავშვები და ამ ყველაფრის მიუხედავად ჩაატარო ის შენი რაღაც ოპერაცია ჭხრეკვის სამართლიანი არა სამართლიანი ეს უკვე მეორე ხარისხოვანი დღესაც ზუსტად იგივე ხდებოდა მარიამ ბაჯელიძის შემთხვევაშიც სადაც ამ საერთოდ ადვოკატის ანუ ის რასაც ითხოვდა ერთადერთი ის იყო რომ დაველოდოთ ადვოკატს ანუ მისი თანდასწრებით გამჭრიკეთ ხო და არც ეს არ მოხდა ბავშვის თანდასწრებით ანუ საერთოდ მოკლედ რასაც ასხივებენ არის ის რომ ჩვენ ამას უკან არ დავიხევთ ანუ არ არსებობს ეს წითელი ზღვრები დიახაც კი და პირიქით შენ გავალდებულებენ რომ შენ არ იხმაურო და ბავშვი არ ინერვებს ან ჩემთანაც ჰქონდათ მაგალითად ეს რაღაც როდესაც საბავშვო ბაღთან მე სიგნალის და ხმაურის გამოწვევა დავიწყე, რასაც მეუბნებოდნენ ეს არის რომ რა გინდა ხომ გაცალეთ ბავშვის ბაღში დატოვება. ეხლა შენ ამ ხმაურით ბავშვს უფრო მეტად გაანერვიულებ. ანუ ამას გეუბნებიან მარიამსაც ზუსტად იგივე. ანუ ამას გეუბნებიან რომ რაღაცა შენზე გადმოდის ეს ტვირთი რომ შენ ანერვიულებ ბავშვს, ის კი არ განერვიულებს რომელიც მოგადგა. და ეს დაუნდობლობა არის ის რაც უნდათ მას ფაქტიურად შიშს და ზაბრზეს იწევს ხო რომ აი რაღაც რა ნუ თუ არაფერზე უკან არ დაიხევენ ნუ თუ ორ სულქალზე უკან არ დაიხევენ ნუ თუ ბავშვებზე არ დაიხევენ უკან არ იხევენ ანუ არ დაიხევენ ეს არის მესიჯი რასაც გზავნიან ისინი კი